მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. Რა თქმა უნდა, დღეს აუცილებელია რომ გამოვეხმაუროთ დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ ჩვენს ისტორიაში ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, ტრაგიკული დღე, როდესაც 32 წლის წინ ფაქტიურად სოხუმის დაცემის დღე არის. 10,000-ობით მოქალაქე დღესდღეობით არის დევნილობაში. 100,000-ობით და 100,000-ობით 300,000-ზე მეტი 300,000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა მიმართაც დღემდე არ არის შესაბამისი ქმედებები განხორციელებული ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ იცით როგორი შერჩევითი სამართლით მართავს ქვეყანას ოცნება. შესაბამისად, ეს ოცნების მხრიდან წამოსული ეს რიტორიკა, რა თქმა უნდა აზიანებს ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა მოქმედებს თითოეულ იმ მოქალაქეზე, რომელსაც მოუწია და რომელიც იძულებული იყო რომ დაეტოვებინა საკუთარი სახლი, საკუთარი მიწა. გაუგონარი სისასტიკე არის მათი მხრიდან ამ ყოველფრის განხორციელება და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ეს დღე გვახსენებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ევროპული მომავალი და ის ქმედებები და ის ნაბიჯები, რომლებსაც დგავს დღესდღეობით ოცნება, რა თქმა უნდა უბიძგებს ქვეყანას იზოლაციისკენ და რა თქმა უნდა გვტოვებს ოცნება საკუთარი გადადგმული ნაბიჯებით, გვტოვებს პირისპირ რუსეთთან და დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის და კიდევ ბევრჯერ უნდა გავიმეოროთ ის, რომ დიახ, რუსეთი არის ოკუპანტი, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან და ის, რომ დღესდღეობით მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჩვენ აღარ გვესმის ეს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ღიად და ისინი შეუშინდნენ, რომ ეს დაასახელონ კონკრეტულად ეს არის, რა თქმა უნდა, უმძიმესი ჩვენი მოსახლეობისთვის, სწორედ იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკარგა საკუთარი მიწები, საკუთარი სახლები, ვინც დაკარგა ძალიან ბევრი ადამიანი ახლობლები და ნათესავები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესე დღეებში კიდევ უფრო ხმამაღლა ისმოდეს ჩვენი მხრიდან ეს ყველაფერი. კიდევ უფრო დამძიმებულია თან ხო პოლიტიკური კონტექსტი და ჩვენ საუბრობთ 4 ოქტომბერი გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნიშნული წელი და ოპოზიციამ კიდევ ერთხელ ვერ მოახერხა ის რომ არ ყოფილიყო ასეთი ფრაგმენტირებული და ამ თარიღსაც სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს თქვენ არჩევნებში მონაწილეობთ და თან მნიშვნელოვან თანამდებობაზე იყრით კენჭს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისთვის სხვა მოლოდინი არსებობს ამ დღესთან დაკავშირებით. თქვენი განწყობა როგორია? მათ შორის ატარებთ თქვენ ალბათ კვლევებსაც. რა შედეგსელით თქვენ 4 ოქტომბერს და როგორ ხედავთ ამ თარიღს? რა თქმა უნდა, განწყობა არის ბრძოლის, ჩვენ გაათმაგებული ძალით ვიბრძვით. მე ახლა კამპანიიდან მოვედი, სწორედ ჩვენი ბრძოლის ინსტრუმენტი ეს არის კამპანია, საარჩევნო კამპანია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ხვდებით ყოველდღურად და ვესაუბრებით მათ კონკრეტულად ოცნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის ოცნების პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გქონდეს გააზრებული ეს ბრძოლის ინსტრუმენტი, რა არის არჩევნები, იმიტომ რომ ოცნებას აქვს იმის მცდელობა უკვე მე რამდენად მიიტაცოს ინსტრუმენტი არჩევნები და არჩევნები გახლავთ დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. მშვიდობიანად ახლა მიტაცების ცდელობა ამ პირობებში, ანუ რეალურად თქვენ ხედავთ შესაძლებლობას, რომ რეალურ კონკურენციას გავუწევთ მათ ამ არჩევნებზე, აი კვლევებზეც მაგიტო კითხე და აი რა მოლოდინი გაქვთ კონკრეტულად სოციოლოგიურ კვლევებს ზოგადად ჩვენ ვიმყოფებით ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ახლა ეს ბრძოლა არის ამ ეტაპზე, ამ პირობებში, შესაბამისად სოციოლოგიური კვლევები არის ძალიან შერჩევითი და ძალიან პირობითი, ასე ვთქვათ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ სოციოლოგიურ კვლევებს ხშირ შემთხვევაში ყავს დამკვეთები, სხვადასხვა დამკვეთები და თქვენ თვითონ რასაც ატარებთ. კვლევები ასახავს ამ დამკვეთების განწყობებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი კვლევა არის სწორედ ის. ფული ჩვენ ტელევიზიებს აღარ გვაქვს და ატარებთ თქვენ. ამიტომ სვათ კითხებს. რა თქმა უნდა, კვლევა არის ჩვენთვის, მაგალითად, ყველაზე ვალიდური კვლევა გახლავთ ის, რომ ჩვენ ყოველდღურად გვაქვს კონტაქტი ჩვენს ამორჩეულებთან. ეგ არის კარგი კამპანია და ეგ კვლევათ არ გამოგაგდება. ჩვენ გულისხმობთ სოციოლოგიურ კვლევას და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გქონია ჩვენს პოლიტიკურ პარტიას არ გქონია კვლევა, თუმცა ჩვენ ვზომავთ ამით ჩვენი ამორჩევლის განწყობას. ალბათ გიზიარებთ ხო? ზოგადად ჩვენ ზომავთ ამით განწყობებს და განწყობა არის ის, რომ თბილისში მოსახლეობა მზად არის იმისთვის, რომ მივიდეს არჩევნებზე და თბილისში მზაობა იმისა, რომ არჩევნები გამოყენებული იქნას ინსტრუმენტად
ცვლილების ვიცი გაზომა წარმატებას, აი რა იქნებოდა წარმატებული შედეგი ხა ზოგადად მესმის რომ გამარჯვება იქნებოდა, მაგრამ აი რეალისტურად რა მოლოდინისგან მაქედან გამომდინარე რას ჩათვლით თქვენ წარმატებად? რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის გამოკვეთილი არის ის მიზნები, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და ეს არის პირველ რიგში იმ მაჩვენებლის შენარჩუნება და გაზრდა რიცხობრივად, რაც ჩვენ გვქონდა 2021 წლის არჩევნებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გაათმაგებული ძალით ვიბრძვით იმისთვის, რომ ამომრჩეველს დავანახოთ ოცნების რეალური ძალა, იმიტომ რომ დღესდღეობით ჩვენს პარტიას აქვს ძალიან დიდი რესურსი იმისა, რომ სწორედ ოცნების ამომრჩეველი გადმოიყვანოს. აი თქვენ ახსენეთ ბევრისგან მომისმენია ეს თქვენი პარტიიდან, რომ ჩვენი ამოცანაა, რომ ამოცანის განსაზღვრა როცა ხდებოდა რომ აი ვინც გასული წლის ოქტომბრის მერე რაც მას შემდეგ რაც ევროკავშირზე ითქვა უარი, ხო? ევროპაზე ითქვა უარი, აი ამის შემდგომ განხიბლულ ოცნების ამორჩეველს უნდა ვესაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ამის რესურსი. მე გეთანხმებით რომ თქვენ ამის რესურსი გაქვთ. რომ ზოგადად მაგ ამორჩეველს ესაუბროთ. უბრალოდ ამასთან ერთად ატარებთ კამპანიას, რომელიც ამ გზავნილზე საერთოდ არ არის კონცენტრირებული. თქვენ ამ კამპანიით რასაც ატარებთ, არც არ ეუბნებით იმაზე, რომ ბოლო ერთ წელიწადში მოხდა ამ ქვეყნის ცხოვრებაში დრამატული პოლიტიკური ცვლილება. თქვენ ატარებთ მუნიციპალურ თემებზე კამპანიას. შესაბამისად, ეს ამოცანა ერთი მხრივ ოცნების ამორჩეველს დაანახოთ ოცნების პოლიტიკური გადაწყვეტილების ფაზი და ამის გამო დაარწმუნოთ, რომ თქვენ ხმა მოგცენ. ხო, რანაირად აი ამას რანაირად შეუწყოს ხელს კამპანიას, სადაც პირდებით როგორი მეურნე მერი იქნებით თუ ვიცემერი. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის მდგენელი, რომელიც ბოლო წლებში არის შემოსული. ქართული ოცნება, რომელიც მოვიდა ადამიანების და ზოგადად ჰუმანურობის დაპირებით, მოვიდა 2012 წელს, დღეს ფაქტიურად მას აქვს ეს დაკარგული. შესაბამისად, ის რომ თბილისის მერიაში არის გულგრილობა, უყურადღებობა, ის რომ სისტემური კორუფცია არის გამეფებული ჩვენს ქალაქში თუნდაც, ეს ფაქტიურად გახდა იმის მიზეზი, რომ ფაქტიურად ადამიანების ჯანმრთელობას, ადამიანების სიცოცხლის ექნება ძალიან დიდი პრობლემები. არა, მე მივიდა როგორ მიდის იმ ხალხთან, ვინც გასული ოქტომბრის მერე გადაიფიქრებდა ოცნებისთვის ხმის მიცემას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი რაოდენობის ამომრჩეველი, რომელიც სამწუხაროდ ქართულ ოცნებას ყავს, რომელიც საჭიროებს იმას, რომ ვიღაცამ ისაუბროს მის პრობლემებზე და მათი პრობლემები თვითმმართველობის დონეზე, რა თქმა უნდა, არის ის ყოფითი პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებს. იმასთან ერთად, რომ დაუშვათ ოცნებამ წაართვა ევროპული მომავალი, ის რომ პოლიტპატიმრების 60-მდე ადამიანი ყავს პოლიტპატიმარი და ასე შემდეგ პრობლემები. ფაქტიურად ოცნებამ ამ არჩევნების შემდეგ 2024 წელს ადამიანებს რომ თქვენ უკეთესი მეურნეები იქნებით ვიდრე კალაძია, მაგრამ არა ის რომ თქვენ უკეთეს პოლიტიკურ არჩევანს გააკეთებთ გეოპოლიტიკურად ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ თვითმმართველობის დონეზე არის უნიშნულოვანესი ის ყოფითი პრობლემები, რომლებიც დღესდღეობით არის ჩვენს მოქალაქეებში, იმიტომ რომ ეს არის უკვე ის, რომ უსაფრთხოება არ არის ადამიანების დაცული. ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას ჩვენი მოსახლეობა თბილისში, იმიტომ რომ არის სისტემური კორუფცია, რომელიც ყოველდღიურად ჩვენ ნახეთ დეკორაციის ჩამოვარდნას ემსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ ნახეთ, რომ შადრევანში ბავშვის ჩასვლას ემსხვერპლა ადამიანის სიცოცხლე. ეს არის ზუსტად იმის გამოძახილი, რომ დღესდღეობით ადგილობრივი თვითმმართველობა თბილისის მერია არ არის დაკავებული ადამიანების პრობლემებით. ეს არ შეიძლება რომ დავიყვანოთ ჩვენ მოხრეშვის არჩევნებამდე, იმიტომ რომ აქ არის ადამიანების სიცოცხლეზე საქმე. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ვისაუბროთ ამ პრობლემებზე, რა თქმა უნდა თანაბარ მნიშვნელოვნად იმასთან დაკავშირებითაც ვთქვათ, რომ 60-მდე პოლიტპატიმარი ყავს ჩვენს ქვეყანას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე 2024 წლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი, როგორც პოლიტიკური მიმართულებით, საერთაშორისო მიმართულებით და ასევე ადამიანებთან ურთიერთობაშიც. 500-ზე მეტი ადამიანი დასახეჭრდა ცნობილ მოვლენებზე მარტის აქციების შემდეგ და ამის შემდეგ. არც ერთი ადამიანი, არც ერთი მოძალადე არ დასჯილა ამ ყველაფრის შემდეგ. ამის გარდა ყავს 60-მდე პოლიტპატიმარი, რომელიც დღესდღეობით არის ქართულ ციხეებში და ესეც არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა. თუმცა მუნიციპალური არჩევნები არ ჭრის, ხო? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ საკითხს. აქვე ვიკითხავდა, დროს მოგცემთ, რა საკვირველია რომ უპასუხოთ. არის გასაგებია რატომაც, ხო? ლოგიკა თქვენი ლოგიკა ახსენით, მაგრამ აქვე ჩდება
აქეთ ამხარეს ლოგიკური კითხვა, ანუ თქვენ რო დაპირებებს გასცემთ, ახლა წარმოგიდგენიათ, რომ ამ არჩევნების შედეგები ძალაში უნდა იყოს შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში, ხო? სანამ კალენდრულად შემდეგი არჩევნები მოუწევს. ანუ როგორ ხედავთ თქვენ ამას? ანუ რა არჩევნების შედეგებიც დადგება თვითმმართველობის არჩევნებზე, შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებამდე ეს იმოქმედებს, ასე ხედავთ თქვენ ჩვენთვის განვითარებას? ჩვენ მაშინაც, როდესაც გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მიგვეყო მონაწილეობა არჩევნებში, მაშინაც ვთქვით, რომ ეს არის ცუდსა და უარეს შორის გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ჩვენთვის ოქტომბრის არჩევნებზე არ მისვლა და არ მონაწილეობა, ეს არის უბრძოლველად ოცნებისთვის ქვეყნის დათმობა. უბრძოლველად ოცნებისთვის ჩვენი ქალაქის დათმობა, იმიტომ რომ არსებულ ვითარებაში ჩვენ ვალდებულები ვართ მივცეთ ოცნების ამომრჩეველს და სხვა ამომრჩევლებს არჩევანის საშუალება. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ოქტომბრის შემდეგ, წინა არჩევნების შემდეგ დაინახეს ქართული ოცნების ნამდვილი სახე, დაინახეს რას უკეთებს ოცნება დღესდღეობით, დაინახეს ის, რომ ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იზოლირება მოახდინოს. ეგ გასაგებია, თუმცა სხვა რამე ვიკითხე. ჩვენ უნდა მივცეთ მათ ჩვენს ამომრჩეველს და სხვის ამომრჩეველს არჩევანის უფლება. ისინი, როდესაც მივლენ საარჩევნო ყუთებთან, უნდა გქონდეთ იმის საშუალება, რომ აირჩიონ და ძალაში დარჩება ეს არჩევნების შედეგები, ასე ხედავთ თქვენ განვითარებას? მე ვხედავ ბოიკოტის მომხრე პარტიების მხრიდან და იმ ადამიანების მხრიდან, რომელიც მხარს უჭერს ბოიკოტს, გეგმას როგორ აპირებენ ისინი რეჟიმის დამარცხებას. ჩვენ ვაპირებთ იმას, რომ ყველა ველს ვიყენებთ იმისთვის, რომ ვესაუბროთ ოცნების ამომრჩეველს. რა თქმა უნდა, ქუჩის ველსაც ვიყენებთ. კი, რა თქმა უნდა, თუმცა ქუჩის ველმა თუმცა დიდად რწმენა არ გაქვთ, ხო, ქუჩის პროცესების. ქუჩის ველმა მიიღო სხვა ფორმები, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. თქვენ შექმნით თქვენი ფორმები. დასრულდა ჩვენს ქვეყანაში ისეთი დრო, რომელშიც რევოლუციით ან რაიმე დამხობებით შეიძლება ცვლილებების თქვენ ვითარებას რასაც აღწერთ, ნახეთ, თქვენ აღწერთ უმძიმეს ვითარებას, რაც ქვეყანაშია შექმნილი პოლიტიკური თვალსაზრისით. მაშინ რაღაცა დამთავრდა იმისი დრო, რომ ხალხმა თავის ძალაუფლება დაიბრუნოს. თუ არჩევნები წართმეულია. ან რევოლუციის იდეის დემონიზების უკან რა დგას? რევოლუციის იდეის დემონიზების უკან დგას ის, რომ რევოლუცია და ნებისმიერი რადიკალური სცენარი მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს ოცნების რეჟიმს და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი რევოლუციაზე თქო შეიძლება ამბობთ, რომ რევოლუციაზე ლაპარაკი აძლიერებს, რევოლუცია როგორ გააძლიერებს, რევოლუცია დაამხობს მას. არა, რევოლუციაზე რევოლუციაზე ლაპარაკი აძლიერებს, ხო? იმიტომ რომ საქართველოში დასრულდა იმის დრო, რომ რევოლუციით და რადიკალური სცენარებით მოხდეს ცვლილებები. ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ ჩვენ შედეგზე ორიენტირებულად ვიმოქმედოთ, უნდა იყოს მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით. მშვიდობიანი დამხობა მე საერთოდ არ მესმის ეს. მშვიდობიანი რევოლუცია ხომ გესმით? მშვიდობიანი რევოლუცია არ მესმის, იმიტომ რომ არ მომხდა რა მშვიდობიანი რევოლუცია? მშვიდობიანი რევოლუციის დაპირება ეს ჩემი აზრით და მშვიდობიანი დამხობის დაპირება დღესდღეობით, მაშინ როდესაც ქვეყანა ასეთ ბრძოლაში არის, მაშინ როდესაც გაზრდილია რადიკალიზმის აი ესეთი სიხშირე არის და ქართული ოცნება ხელს უწყობს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს რადიკალიზმის სიხშირე გაიზარდოს კიდევ უფრო მეტად. რა თქმა უნდა, სხვა პარტიებთან ერთად, რომლებიც კიდევ უფრო მეტად აღვივებენ აი ამ რადიკალიზმის ასე ვთქვათ ეტაპს. ხე როგორ წარმოგიდგენიათ პროტესტი? ანუ ახლა ალბათ მიღწეული შედეგებით ვერ იქნებით, ხო? მაყოფილი ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, აქვს პროტესტი ძალიან საამაყო ნაწილები, მაგრამ ხელისუფლების შეცვლაზე რომ საუბრობთ. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროტესტის გზას? არიან სანქცირებულები, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს არის პროტესტის ერთ-ერთი ხელშესახები გამარჯვება. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ რეჟიმთან ბრძოლისას, იმიტომ რომ ავტორიტარული რეჟიმი ყველა ბერკეტს იყენებს. შეხედეთ რეპრესიებს, პროტესტს როგორ იყენებს თქვენი პარტია, ასე ვთქვათ? პროტესტსაც ვიყენებთ, ჩვენ ყოველთვის ვიყავით იქ, სადაც იყო ჯანსაღი პროტესტი. ის პროტესტი, რომელიც რეალურად ემსახურებოდა ჩვენი მხრიდან ბრძოლას, ის პროტესტი, რომლის მოთხოვნაც ქონდა. ახლა არაჯანსაღია მიმდინარე პროტესტი. ახლა პროტესტი არის რადიკალიზებული. ახლა პროტესტი რადიკალური ცუდი სიტყვა? დიახ, ჩვენთვის არის მიუღებელი. აი რატომ? რადიკალური რატომ არის ცუდი სიტყვა? რადიკალური სცენარის ჩვენს ქვეყანაში მოხდენა იქნება ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის შესაბამისად. რადიკალური იქნება ცვლილება. ანუ ბიზინა თუ წავა
ეს იქნება რადიკალური ცვლილება ამ რა ქვეყნისთვის. თქმა უნდა, თუმცა მეთოდებზე შეიძლება იყოს დავა. ნახეთ, ტატა, თქვენ გასული როცა კობახიძეს ის ბრიფინგი გამოვიდა და თქვა ევროპაზე უარს ამობს, ძალიანაც რადიკალური იყო ის პროტესტი, რაც ამას მოყვა. და იმ პროტესტში თქვენ მონაწილეობთ და არასდროს არ გაგვიგია, რომ ეს ჩვენ რადიკალური, თუმცა ის თუ არა რადიკალური იყო. ხო, რადიკალური არ ნიშნავს, რომ შვიდობიანი არ არის. შვიდობიანი, თუმცა როდესაც პარტიების მხრიდან და სხვადასხვა ადამიანების მხრიდან ხდება რადიკალური ზომების დაანონსება, დამხობის პოპულარიზება და ამაზე საუბარი. ანუ ეს ჩვენთვის მიუღებელია. ამას ხსნით ჩვენ. იგი გასაგები, ამიტომ კითხეთ თქვენი პარტია როგორ ხედავს პროტესტის გზას. ველი არის მშვიდობიანი, ჩვენთვის ბრძოლის ველი არის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, ყველა ამომრჩევლამდე მისვლა და მასთან საუბარი და რა თქმა უნდა 4 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლა და არჩევანის საშუალების მიცემა იმ ადამიანებისთვის, ვინც ხედავს ოცნების. აი, რამდენი იქნება ასეთი ადამიანი, თქვენ როგორ ხედავთ? აი, მაინტერესებს თქვენი მოლოდინი, იმიტომ რომ ირაკლი მახსენა ვერ ვატარებთ სამწუხაროდ მედიას აღარ აქვს საშუალება, რომ კვლევები ჩაატაროს წინა წლებში მეტნაკლებად გქონდა ხოლმე წარმოდგენა. და აი, რა არის მოლოდინი თქვენთვის აქტივობის კუთხით თუ მიღწეული შედეგების კუთხით? მოლოდინი საკმაოდ პოზიტიური არის, იქიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ხვდებით ყოველდღიურად, ქუჩებში დავდივართ, ჩვენ დავდივართ კარ-და-კარ. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი თქვენს გადაცემაში ვიყავი წინა კვირას და მაშინაც ვთქვი, რომ აი შეხვედრილ ადამიანებში, მაგრამ რიცხვს ვერ ვამბობთ, ხო? 90%-მდე ფაქტიურად მე პირადად ვინც შემხვდა, ყველა მოდის არჩევნებზე. აი ესეთი მაჩვენებელი არის ჩემთან კამპანიის მიხედვით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ძირითადად ვცდილობდით, რომ არჩევნები ეს არის კონსტიტუციური ინსტრუმენტი, რომლითაც შეგიძლია ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება მოახდინო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, უნდა აღინიშნოს, რომ პროტესტს არჩევნების გზაზე უარი არ თქოს და პროტესტი ამდენი ხანი არჩევნებს ითხოვს. ეს დანიშნულოვანი რამე არის, რაც აქტუალობას არ კარგავს. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მაგალითად აქტუალობას არ კარგავს ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა. ანუ უბრალოდ დღის წესრიგში ჩვენთვის ახლა არის თვითმმართველობის არჩევნები, ცვლილება, პოლიტიკური ცვლილება უნდა დაიწყოს თვითმმართველობის არჩევნებით, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველა ველზე და ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით მშვიდობიანად შევცვალოთ არსებული მდგომარეობა. ეს არის ჩვენი არჩევანი და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენ საწადელს და რა თქმა უნდა გამარჯვება საბოლოო ჯამში. აი ესეთი შეუპოვარი და თანმიმდევრული ბრძოლა.